მოგესალმებით, მე ვარ თია. დღეს აგიხსნით, როგორ დავხატოთ რეალისტური პორტრეტი ნაბიჯ-ნაბიჯ. ვისაც ხატვა გაინტერესებთ, გამომყევით, დაალაიქეთ არხი და გამოიწერეთ. დავიწყოთ. დასახატად ვიყენებ ღია ტონალობის ფანქარს, რეზინის და წყვილთავიან საშლელს. აგებას ვიწყებ სიმეტრიის ხაზით, რომელსაც დავყოფ სამტოლ ნაწილად. ფანქრის დახმარებით გადავზომო მანძილებს და გავამრებ ჰორიზონტალურ ხაზებს. სახის სიგანე ორი დანაყოფის ტოლია, რომელსაც თანაბრად ვანაწილებ შუა ხაზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რომ შემდგომ პროპორციები დაცული იყოს. ზედა ორ დანაყოფში ჩავხატავ წრეს. პირველ დანაყოფს გავყოფ ორ ტოლ ნაწილად, სადაც უნდა ჩავხატოთ ტუჩი და ნიკაპი. ასევე მეორე დანაყოფს გავყოფ ორ ტოლ ნაწილად, სადაც ჩავხატავ თვალებს და ცხვირს. ზედა დანაყოფს კიდევ ორ ტოლ ნაწილად გავყოფ, სადაც გავიგებთ თვალების ზუსტ ზომას. თვალების სიგანის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორ თვალს შორის მანძილი არის ერთი თვალის ტოლი. ხოლო ბოლო ნაწილის სიგანე უდრის მთლიანი თვალის გაყოფილ ნახევარს. დავიწყებ თვალის ჩახატვას. ვისაც გაინტერესებთ, როგორ დავხატოთ დეტალურად რეალისტური თვალი, ლინკს დაგიტოვებთ აღწერაში. შეეცადეთ ყველაფერი ერთმანეთის მსგავსად დახატოთ, რომ სახე უფრო მეტად სიმეტრიული გამოვიდეს. ცხვირის დასახატად ვიყენებ მარტივ ფორმებს, ორ ვერტიკალურ ხაზს, ერთ დიდ და ორ პატარა წრეს. ცხვირის სიგანეს ვგებულობთ თვალის დასაწყისიდან სწორი სიმეტრიული ხაზებით. ასეთი მარტივი ფორმებიდან ადვილად გამოგვყავს ცხვირის ფორმა. წარბებს დავხატავ ზუსტად შუა ხაზზე, რომელსაც მივცემ შუბლისკენ აწეულ ფორმას. წარბი იყოფა ორ ნაწილად, ერთი რომელიც შედარებით გრძელია და მეორე რომელიც კუთხეს იკეთებს. ტუჩების დასახატად უკვე გაყოფილ ნაწილებს კიდევ გავყოფ სამტოლ ნაწილად. ეს ხაზი იქნება ტუჩის გამყოფი, ხოლო სიგანეს ვგებულობთ თვალის შუა ცენტრიდან ხაზების გავნებით და გამოგვყავს ტუჩის ფორმა. ვისაც გაინტერესებთ, როგორ დავხატოთ რეალისტური ტუჩი, აღწერაში მივუთითებ ლინკს. და ბოლოს გამოგვყავს სახის ფორმა, იგივე მოყვანილობა. აქვე მინდა აგიხსნათ, რომ პორტრეტის ხატვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ნაკვთებზე დაკვირვება, რადგან ყველა ადამიანის სახის მოყვანილობა და ნაკვთები განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ერთგვარი სქემა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ადამიანის სახის დასახატად. მაგალითად, ზოგს უფრო დიდი ცხვირი, ტუჩი ან ყბის მოყვანილობა შეიძლება ჰქონდეს, ხოლო მეორე ადამიანის დამახასიათებელი სულ სხვა ნაკვთი იყოს. ამიტომ სახის ხატვის დროს საჭიროა ძირითადი პროპორციების ცოდნა და ნაკვთებზე დაკვირვება. ამ სქემის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ადამიანის პორტრეტის დახატვას. ყური პროპორციულად ჩდება ცხვირსა და თვალს შორის მანძილში. მოვხაზავთ მას და დავიწყებ პორტრეტის დაჩრდილვას, იგივე დამუშავებას შუქჩრდილით, რომ სახე მეტად რეალისტური გახდეს.
სახეზე გვაქვს ბუნებრივი შუქჩრდილი ანატომიიდან გამომდინარე. ის ადგილები, რომელიც გამოწეულია ბუნებრივად, შედარებით ნათელი იქნება, მაგალითად შუბლი, ცხვირი, ქვედა ტუჩი და ნიკაპი, ხოლო თვალის ზედა ქუთუთო, ცხვირის გვერდები და ზედა ტუჩი ბუნებრივად ჩრდილში იქნება, ასევე ყვრიმანები და ყელის ადგილი. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, პორტრეტი ბუნებრივი, ცოცხალი და რეალისტური გამოგივათ. ესეც შედეგი. იმედია გაკვეთილი მოგეწონათ, თქვენს ცადეთ, აუცილებლად გამოგივათ. თუ კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და სიამოვნებით გიპასუხებთ. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.